მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე მრავალი პირია პასუხისგებაში მისაცემი. ჩვენი სისტემა ხალხის დახმარებით შეიცვლება. ჩვენ ვარჩვენებთ, რომ მზად ვართ ბევრი რამ გავიღოთ იმისთვის, რისის გვჯერა. სერბეთი ისევ პოლიტიკურ კრიზისშია ჩაფლული და ეს პროცესი შეშფოთებული ევროკავშირის თვალწინ მიმდინარეობს. ის კი ორ ცეცხლშუად დგას. ერთი მხრივ სტრატეგიული თვალსაზრისით ბრიუსელი ვალდებულია გვერდით დაუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. მეორე მხრივ ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ კანონის მრავალი პრინციპი სერბეთში ჯერ კიდევ ძალიან შორს დგას ევროპული სტანდარტისგან. არსებობს კი გამოსავალი ამ ჩიხიდან. Las protestas en Serbia comenzaron cuando 15 პროტესტი სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე გარეთ აღის ჩამონგრევას. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციასა და ავტორიტარიზმს შისდებენ ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი, მოძრაობა, რომელსაც სტუდენტები უდგანან სათავეში, სერბეთის 200 ქალაქში გავრცელდა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სტუდენტები რევოლუციის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უცხოურ ძალებს მისი ჩამოგდება და სერბეთის დესტაბილიზაცია სურთ. ევროკავშირი ჯერჯერობით თავს იკავებს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს კანონს შეკრების თავისუფლების შესახებ. სერბეთი 2012 წლიდან არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2014 წელს გაიხსნა. ევროკავშირი არის სერბეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, ინვესტორი და ყველაზე დიდი ფინანსური დახმარების მიმწოდებელი. ევროპამ კიდევ 1,5 მილიარდი ევროზე მეტი მოცულობის გრანტი და შეღავათიანის ესხი გამოუყო სერბეთს, რათა ქვეყანაში გატარდეს რეფორმები ბიზნესის, გარემოს დაცვისა და ციფრულ სექტორებში, ასევე კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით. აქაურის სამოქალაქო ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვენ, რომ უფრო მეტად დაეხმარონ დემოკრატიულ რეფორმებს სერბეთში. ისინი ფიქრობენ, რომ ევროკავშირის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გარეშე არსებობს რისკი, რომ ქვეყანა უფრო ნაციონალური და ევროსკეპტიკური გზით წავა. ეს არის პორტრეტი ახალგაზრდობისა, რომელიც ეძებს გაგებას, მხარდაჭერასა და პასუხებს. ამ დღეს სულ მცირე 40,000 ადამიანი გავიდა სერბეთის მესამე ყველაზე დიდი ქალაქის ნიშის ქუჩებში. მათ შორის არიან ეს 20 წლის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებიც. პროტესტის სხვა მონაწილეების მსგავსად, ისინიც არ ენდობიან ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებს. ეს ახალგაზრდები ითხოვენ ნაკლებ კორუფციასა და მეტ დემოკრატიას, გამჭვირვალობას, სამართალს, თანასწორობასა და პასუხისმგებლობას. რაც შეეხება არჩევნებს, ხალხის უმეტესობა მათ აღარ ენდობა. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც შეიცვლება მალე, რადგან თუ ასე არ მოხდა, სულ უფრო მეტად ჩავეფლობით ჭაობში და მეტად დავშორდებით დემოკრატიას. სტუდენტები ფიქრობენ, რომ დემოკრატიას ძირს უთხრის პირადი გამორჩენა, სიხარბე და ეგოიზმი. ბევრს არ მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა ერთად უნდა ვაშენოთ, რომ ყველამ უნდა ჩავდოთ აქ ინვესტიცია და ვიზრუნოთ მასზე. მათთვის აქაურობა უბრალოდ ფულის შოვნის წყაროა. ჩემი აზრით, რასაც ახლა ვაკეთებთ აქ, სწორედ ეს არის ზნეობრივი ამ წუთას. სტუდენტები არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა და იდეოლოგიას არ ემხრობიან. ისინი გვარებს არ ასახელებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი პირადი ხვედრი არ არის მნიშვნელოვანი. ასე ამბობენ. მინდა პატიოსნებისა და პასუხისმგებლობის იმ კრიტერიუმებით ვიცხოვრო, რომლებიც მე მაქვს, მაგრამ ჩემს აქციელს ფასი და ეფექტი რომ ჰქონდეს, ამისთვის ჩვენ როგორც კოლექტივი ყველა უნდა დავემორჩილოთ ამ პრინციპებს. და ასე უნდა გავუძღვეთ ქვეყანას და ჩვენმა ხალხმა უნდა გვაჩვენოს რა გზით ვიაროთ. გვინდა ჩვენი ცოდნა რაღაცას ნიშნავდეს, რომ ჩვენი სიბეჯითე დაფასდეს. გვინდა რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით კი არ შეგვაფასონ, არამედ ჩვენი ღირსებისა და საქმის მიხედვით. ისინი ითხოვენ დამოუკიდებელ სასამართლოსა და თანაბარ უფლებებსაც. სოფლიო გვიყურებსო, ამბობენ სტუდენტები. არ მჯერა, რომ მალე აღიარებენ იმას, რისის შეცვლაც ჩვენ გვსურს და გვჭირდება. ცვლილება ჯერ შიგნიდან უნდა მოხდეს. ჩვენ არ ველოდებით, რომ სხვა მთავრობები, სხვა ქვეყნები დაგვიჭერენ მხარს, მაგრამ ჯერ საკუთარი თავის გვინდა ვირწმუნოთ.
პროტესტი მრავალი სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა. ამ საღამოს სამი მეგობარი იმიტომ მოვიდა, რომ სხვა სტუდენტებს შეხვედროდა და ერთად გაევლოთ ქალაქისკენ მიმავალ გზაზე 100 კილომეტრი. გვინდა დავანახოთ, რომ უკან არ დავიხევთ და არ დავთმობ ჩვენს მოთხოვნებს, რადგან სწორედ ამას ლოცულობს ყველა, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ დაიღლებიან, ყველაფერს დაივიწყებენ და ხალიჩის ქვეშ შეხვედავენო. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რადგან მჯერა, რომ ჩვენ მართლა შევძლებთ მივაღწიოთ ცვლილებას. ბოლოს და ბოლოს ხალხი აცნობიერებს, თუ რა დიდი ძალა აქვს სინამდვილეში და რამდენად მნიშვნელოვანია ყველასთვის, რომ მოვიდნენ. სანამ სერბი ახალგაზრდობა სამართლისა და ანტიკორუფციული მოთხოვნების ირგვლივ ერთიანდება, ბევრი ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრება არ არის რეალური მიღების გაწელილი პროცესის გამო. ზოგსაც მიაჩნია, რომ ევროკავშირის პასუხი მათი დემოკრატიის ეროზიის პროცესზე სუსტი იყო. ეს კი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ისედაც მიმდინარე ფარული ევროსკეპტიციზმის განცდის გაღვივებას, ფიქრობს სერბეთი ევროკავშირის ურთიერთობების ერთი ექსპერტი. The generation aged between 45-დან 60 წლამდე ასაკის მქონე თაობის წარმომადგენელთა უმეტესობა ევროინტეგრაციის მომხრეა. მაშინ, როცა უფრო ახალგაზრდა თაობაში ამ თვალსაზრისით შეიმჩნევა უნდობლობა და ურწმუნოება. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ევროკავშირის წევრობა. 45-60 წლის ადამიანების თაობა ახლანდელი ახალგაზრდების ასაკის იყო 90-იან წლებში და კარგად ახსოვთ იზოლაციის, სანქციებისა და კონფლიქტების დრო ამ რეგიონში. ამიტომ მათ აღარ სურთ იგივე მოხდეს ახლა. in the region and they do not want to see it happening now. მისი აზრით, განათლების სისტემაში ევროკავშირის ჩართვა, კულტურული გაცვლითი პროგრამები და დაფინანსება გადამწყვეტ როლს ასრულებს სერბი ახალგაზრდების მისაზიდად, რომლებიც დაიღალნენ ხანგრძლივი გაწევრების პროცესით, რომელსაც ახლა დეзинფორმაციის კამპანიაც დაერთო. There is a combination of these issues which is making citizens არსებობს სხვადასხვა საკითხის კომბინაცია, რომელთა გამოც მოქალაქეებმა არ იციან თუ რას ემსახურება ევროკავშირი, რა მოაქვს მას და რა ვალდებულებები აქვს სერბეთს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი უფრო მტკიცე პოზიციას დაიკავებს, რათა დაიცვას იზღირებულებები, რომელთაც წარმოადგენს და სწორად მიიტანს მათ მოქალაქეებამდე, რათა არ დაკარგოს ეს თაობა. so that they wouldn't lose this generation. სტუდენტებმა აღთქმა დადეს, რომ იქამდე იაქტიურონ, სანამ მათი ქვეყანა არ დანერგავს ისეთ სისტემას, რომელიც პატივს სცემს ცოდნასა და შრომას და არა მორჩილებასა და დუმილს.